ეთიკა ყველგან სამედიცინო სფეროში არის ახილევსის ქუსლი, არა მარტო საქართველოში. არ არის საკმარისი მარტო კლინიკური უნარი. შეიძლება ფანტასტიკური კარდიოლოგი იყო, ან ნევროლოგი, მაგრამ თუ არაეთიკურად იქცევი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდე შეიძლება მივიდეს საქმე. ეს ნათია ლანდია, ექიმი, საქართველოს უნივერსიტეტის მედიცინის დეკანი და პენიტენციური სამსახურის სამედიცინო განყოფილების ყოფილი ხელმძღვანელი. გულისხმიერი უნდა იყოს ექიმი პაციენტთან, გულისხმიერი უნდა იყოს სისტემა შავდებულთან და გულისხმიერი უნდა იყოს ლექტორი სტუდენტთან და ვთვლი რომ ეს არის მთავარი რაც ვთვლი რომ გარკვეულწილად შევძენია. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ პატიმრების ჯანმრთელობის უფლებასა და სისტემაზე, რომლის მიზანიც პატიმრების ღირსების დაცვა უნდა იყოს. მე ესეთ კითხვას დავსვავდი რომ ჩაუტარდა მზიამაღლობეს დროულად სწორი დიაგნოსტირება და თუ ჩაუტარდა რა გაკეთდა იმისთვის რომ მდგომარეობა არ გაუარესებულიყო. ეს არის ორი კითხვა, რასაც სტრასბურგი იძლევა. თუ გვინდა რომ ადამიანის უფლების დამცველი ქვეყანა გქონდეს თავისი პენიტენციული და თავისი სამოქალაქო სექტორი. პენიტენციული ჯანდაცვა უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და ამას უნდა წლები რომ არ იყოს საშელახსრულების დაქვემდებარებაში. ეს არის ყველაზე კარგი მოდელი. რატომ დაგვიანდა რეფერალი? არ შეიძლება ამაზე პასუხი არ გაიცეს. რატომ არ მოხდა სხვადასხვა ალტერნატიული საშუალებების გამოყენება, რომ მდგომარეობა არ გაუარესებულიყო? შეიძლება ყველანაირი დახმარება ჩატარდა, მაგრამ მაინც ეს შედეგი არ დაიდო. მაშინ ეს პასუხები მოვისმინე. რა ჩატარდა? რა ჩატარდა? ვინმე არ იცის იქ ჰუმანიტარული დახმარება და რას ნიშნავს, რომ ქალი პატიმრების ზრუნვა უფრო აღმატებულ ხარისხში მოხდეს, ეს ოდარ რთულია ჩემთვის გასაგებად. რატომ არ მოხდა დროული რეფერალი? მე მჯერა რომ პროფესიული დამოუკიდებლობა შენარჩუნებული აქვთ ექიმებს. შეიძლება აღარ აქვთ. და თუ ვეღარ ინარჩუნებენ ან თავარ პოსტულატს, მაშინ უნდა დაფიქრდნენ ის ადამიანები. შეიძლება იმ სისტემაში მუშაობა, სადაც პროფესიულ დამოუკიდებლობას ვერ ახორციელებ. ვლაპარაკობთ ეთიკაზე, როგორც მნიშვნელოვან კომპონენტზე სამედიცინო პრაქტიკაში და სტანდარტებზე, რომლის დაუცველობაც წამების რისკებს ზრდის. სიტუაცია თუ არ დამძიმდა და გაუარესებაც არ მოხდა, ეს უკვე შედეგია. ყოველთვის შეეკითხებიან პენიტენციურ ჯანდაცვას, რა გააკეთეთ იმისათვის, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესებულიყო. თუმცა არის მდგომარეობები, რომლებიც ნამდვილად ძალიან რთულია შედეგის, ანუ გაუმჯობესების მიღება. მაშ დავიწყოთ. გამარჯობა ქალბატონო ნათია. გამარჯობათ. მადლობა მოწვევისთვის. პირიქით მადლობა ჩვენთან მოსვლისთვის. ინტერესით ველოდები მოკლედ ჩვენ საუბარს. და პრინციპში მაგით დავიწყოთ, როგორ აღმოჩნდით პენიტენციურ სისტემაში, იმიტომ რომ თქვენ ხართ ექიმი, ხართ მასწავლებელი, რომელიც უნივერსიტეტში სტუდენტებს ასწავლით და ხელისუფლების სრულების მერე 2012-14 წლებში, როცა ყველასთვის ცხადი გახდა ამ ქვეყანაში, რომ არსებობდა დიდი პრობლემები პენიტენციურში, მათ შორის ჯანდაცვის კუთხით და არსებობდა პოლიტიკური ნება, რომ შეცვლილიყო ეს პრობლემები, მოგვარებულიყო. აი სწორედ ამ დროს აღმოჩნდით ამ რეფორმები ერქვა თუ არ ვიცი რა ერქვა ცვლილებების ადგილას, ხო? აი როგორი გამოცდილება იყო ეგ თავიდან მისვლიდან წამოსვლამდე მაინტერესებს. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი წლები იყო ჩემი ცხოვრების. მინდა აღვნიშნო, რომ 17 წლიანი გამოცდილება მაქვს როგორც კრიტიკული მედიცინის სპეციალისტ, ექიმ რეანიმატოლოგს და რესპუბლიკურ სამავთყოფოში როგორც კლინიკურ საქმიანობას, ისე კათედრაზე ვეწეოდი აკადემიურ საქმიანობას. ამის შემდეგ, ესე იგი, ჩავაბარე ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრატურაზე, ეს იყო ერთობლივი პროგრამა საქართველოს უნივერსიტეტისა და სკრენტონის უნივერსიტეტის და დავეუფლე ჯანდაცვის მენეჯმენტს. თვლიდი რომ 17 წლიანი კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მუშაობა იყო საკმარისი იმისთვის, რომ ჩემი თავი ამომეწურა როგორც ამ დარგის სპეციალისტს და ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ჩემი ცოდნა ამემაღლებინა ჯანდაცვის მართვის კუთხით, რომ ეხაც ასე ვფიქრობ, რომ თუ ექიმი ხარ, ეს არ ნიშნავს, რომ მართვა იცი და თუ მართვა იცი, არ ნიშნავს, რომ ექიმები კარგად მართო. თუ არ გაქვს ამ დარგის ცოდნა. და ამის შემდეგ ვიმუშავე
ჯანდაცვის სექტორში, ჯერ ვიყავი ერთ-ერთ ჰოსპიტალთა ქსელში ADC კლინიკური დირექტორი, შემდეგ ვიყავი ჯეო ჰოსპიტალში ისიც 17 სამონტყოფო გავხსენით იმ დიდი რეფორმის დროს 2011 წლებში და ვიყავი ამ ჯეო ჰოსპიტალსის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელი, ერთ-ერთი დირექტორი, ასე ვთქვათ. 2012 წელს გამოცხადდა ვაკანსია ამ ცნობილი გახმაურებული ციხის კადრების შემდეგ და ეძებდნენ ადამიანს, რომელიც იყო ექიმიც და იყოც მენეჯერი. და ერთ-ერთი საშუალო მინისტრის მოადგილე ეძებდა ამ კადრს და აღმოჩნდა, რომ ჩვენ ამ სფეროში, რა თქმა უნდა, ნაცნობობა და ახლობლობა ბევრი მყავს და გამაგებინეს, რომ ეძებენ ექიმს და მენეჯერს და ისე აღმოჩნდა, რომ როდესაც გასაუბრებაზე შევედი, ორი მთავარი მომენტზე გამომახვილებინეს ყურადღება, რომ რატომ ირჩევთო ამ პოზიციასო? ჩემი პასუხი იყო ასეთი, რომ მაქვს სამედიცინო განათლება, გამოცდილება როგორც ექიმის, ასევე მენეჯმენტის და ვთვლი, რომ შემიძლია ცვლილებების შეტანა და ექსპერტული მოსაზრებების განხორციელება მაინტერესებს, როგორ ხდება ახალი გამოწვევების დროს და ამიტომ გადავწყვიტე მოსულიყავი აქ და მეორე რაც აღნიშნე და კიდევ რა არის მთავარი, მინდა ისეთი დაუბრუნდე სამოქალაქო სექტორში, როგორიც ახლა ვარ და ამ სისტემამ არ შემცვალოს. ესეც ჩემი ერთ-ერთი გამოცდილება იყო და ამ ორი პასუხის შემდეგ ჩემს შემდეგ გასაუბრება შეწყდა და ახალი კადრი აღარ შესულა გასაუბრებას. მაგრამ ეს ორივე შეძელით ამ გადმოსახედიდან? ეს ორივე რეალურად მაქსიმალურად ძალიან დიდი ხელშეწყობა იყო. ეს არ იყო მხოლოდ ჩემი დამსახურება, რომ არ ყოფილიყო მაშინ სახელმწიფოს ნება, სამინისტროს ტოპ მენეჯმენტის ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი ვიყავი, მინისტრის მოადგილეების ერთობლივი ძალისხმევა, რომ სისტემაში განხორციელებული იყოს კარდინალური ცვლილებები, მე ერთ ადამიანს, რა თქმა უნდა, ეს არ შემეძლო. ეს იყო გუნდური მუშაობის საუკეთესო გამოცდილება, რაც დავაგროვე. და ეს აქ მაქვს წარმოდგენილი პენიტენციური ჯანდაცვის 2013-14 წელს რა გაკეთდა ამ პერიოდში პენიტენციურ ჯანდაცვაში და ერთ-ერთი აგური, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში დადებული მაქვს როგორც ექიმს და როგორც ჯანდაცვის სპეციალისტს. დიახ, ყველაზე დიდ გამარჯვებად, რასაც ვთვლი და ზოგადად ჯანდაცვაში მე პაციენტებთან მუშაობდი, შემდეგ პატიმრებთან, პატიმარი სიტყვა არ თქვაო, ბრალდებული და მშავდებული უკეთესი ფორმა არის. მუშაობდი, თუ ეხლა სტუდენტებთან მუშაობ, ერთადერთი მთავარი ფასეულობა გულისხმიერება. გულისხმიერი უნდა იყოს ექიმი პაციენტთან, გულისხმიერი უნდა იყოს სისტემა მშავდებულთან და გულისხმიერი უნდა იყოს ლექტორი სტუდენტთან და ვთვლი, რომ ეს არის მთავარი, რაც ვთვლი, რომ გარკვეულწილად შევძელი, როგორც ექიმმა, როგორც ჯანდაცვის მენეჯერმა და დღესდღეობითაც ვაგრძელებ სამედიცინო განათლებაში ამ. და მე მაგალითად თვალში მომხვდით, როგორც ექიმი და ყოფილი საჯარო მოხელე, რომელიც საუბრობდა ელენე ხოშტარიას დამძიმებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მანამ სადამ გადაიყვანენ კლინიკაში, ხო? ეს საუბარი შედგა იმიტომ, რომ იფიქრეთ, რომ გულისხმიერების პრობლემა იყო. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა არის და ჩემთვის ძალიან სენსიტიური თემა არის. და რატომ? ზოგადად პენიტენციური ჯანდაცვა დგას რამდენიმე ძირითად პოსტულატზე. და რა არის ეს? ექიმის ხელმისაწვდომობა, მეორე არის ჯანდაცვის სერვისების ექვივალენტურობა, ანუ რა ჯანდაცვის სერვისიც აქვს სამოქალაქო სექტორში ადამიანს, იგივე სერვისების ხელმისაწვდომობა და ექვივალენტურობა უნდა კონდეს მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს. ექიმის ხელმისაწვდომობა, სერვისების ექვივალენტურობა, კონფიდენციალურობა, სამედიცინო ინფორმაციის დაცვა, ჰუმანიტარული დახმარება და ამაზე ხაზის გასმა მინდა რას ნიშნავს ეს პენიტენციურ კონტექსტში, ჯანდაცვის კონტექსტში და რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალის პროფესიული დამოუკიდებლობა და ასევე კომპეტენცია. რაც შეეხება ექიმის ხელმისაწვდომობას, დარწმუნებული ვარ, რომ
საშალახსროლების მეხუთე დაწესებულებაში ნამდვილად იქნება ექიმის ხელმისაწვდომობა, რადგან ის ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, მათ ძალიან დიდი გზა გაიარეს სხვადასხვა ტრენინგები გავლილი, როგორ უნდა მოექცენ მსჯავრდებულს, როგორ უნდა მიაწოდონ სამედიცინო სერვისი და ჩემთვის ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ექიმები აღარ არიან გულისხმიერები. აი მართლა გითხრათ, მე არ ვფლობ ზუსტ ინფორმაციას, იქ რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ ეს არის ისეთი რთული სისტემა სამუშაოდ, რომ პირიქით სულ ფიქრობ, რომ აი მე რო იქ ვიყო, როგორ მოვიქცეოდი და ყოველთვის ისე მინდა უპასუხო აქედან, რომ არ დავაზია, თითქოს ისევ იქ ვარ. მე მჯერა, რომ პროფესიული დამოუკიდებლობა შენარჩუნებული აქვთ ექიმებს. შეიძლება აღარა აქვთ. და თუ ვეღარ ინარჩუნებენ ან მთავარ პოსტულატს, მაშინ უნდა დაფიქრდნენ ის ადამიანები. შეიძლება იმ სისტემაში მუშაობა, სადაც პროფესიულ დამოუკიდებლობას ვერ ახორციელებ. ეს ერთი. შეიძლება იქ ექიმმა დასვა დიაგნოზი და ჩათვალა რეფერალი და თვითონ სისტემამ ვერ განახორციელა. რეფერალი იგულისხმება გადაიყვანონ სამოქალაქო სექტორში, იმიტომ რომ აქ არის მონაცემები ჩვენ 2012-14 წლებში რამდენი რეფერალი ქონდა სამოქალაქო სექტორში. რამდენი ქონდა? ძალიან ბევრი. ჩავხედოთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რეფერალი. მე ბარემ ვიტყვი, რომ თვითონ ელენე, რომლის ჯანმრთელობაზეც ვლაპარაკობთ, ისე რომ მას არ უნდა ბევრი ამაზე ვილაპარაკოთ, პრინციპში ამბობს, რომ თვითონ ციხის ექიმებთან არ აქვს არანაირი პრობლემა და პრეტენზია, მხოლოდ ადმინისტრაციასთან ჰქონდა მას შენიშვნები. ადმინისტრაციასთან, ხო? ხო, ანუ ამბობდა, რომ ექიმები ცალსახად გულისხმიერები არიან და რაც შეუძლიათ აკეთებენო. ჩვენ გადამოწმების ის არ გვაქვს საშუალება, რაც წერილებიდან ვიცით ეს არის. ეს სამედიცინო. ელექტრონული რიგით 2013-14 წლებში ისარგებლა 6000-ზე მეტმა პაციენტმა. ეს ნიშნავს, რომ 2 წელიწადში სამოქალაქო სექტორში რეფერალი მიიღო 6000-ზე მეტმა ბრალდებულ მჟავრდებულმა. 6000-მა. ეს რას ნიშნავს ახლა რეფერალი? ამ დროს იყო პატიმრების რიცხვი არა 24000 იყო შემცირებული. აქ არის ზუსტად მონაცემები წლების მიხედვით. ესე იგი, ჩვენ როდესაც 2011 წელს იყო 24102 პატიმარი. ეს არის პიკი. ეს არის პიკი. 2012 წელს ჩვენ როდესაც დავიწყეთ მუშაობა, იყო 19344 პატიმარი. 2013 წელს არის 10000 პატიმარი და 2014 წელს არის 10378 პატიმარი. ესე იგი, მინიმუმ 14000-ით შემცირდა პატიმრების რაოდენობა. მაგრამ ეხლა რამდენი ყავს დაახლოებით იმდენი 10000-დან 11-მდე ყავს დაახლოებით. ანუ სტატისტიკის მონაცემები ვნახავთ. ძალიან დიდი ეს ეხლა რას ნიშნავს რეფერალი, რომ ზოგადად სასჯელახსრულ სხვადასხვა ქვეყნებში ჩვენ ვნახეთ საფრანგეთის გამოცდილება მუშაობის პროცესში ცეგეპატიტის მკურნალობა როცა დავიწყეთ და ასევე ესპანეთის გამოცდილება და რეალურად არც ერთი ევროპული ციხე ყველა ჯანდაცვის სერვისს ადგილზე ვერ აწვდის. გამორიცხულია, იმიტომ რომ მედიცინა ყოველდღიურად ვითარდება, ტექნოლოგიები და ვერ შექმნი ისეთ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრებისთვის ადეკვატური სამედიცინო სერვისების მიწოდებას. აქედან გამომდინარე, ყოველთვის იყო რეფერალები. აი რეფერალის ასე შეზღუდვა ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ სანამ მე ვიმუშავებდი, მაშინაც იყო რეფერალი, შეიძლება ამდენი არ იყო, მაგრამ იყო. მე როცა ვმუშაობდი იყო და სულ გრძელდება ეს რეფერალური მოსახულეობა და ეს რაღაც კითხვის ნიშნებს ქმნის, იმიტომ რომ როდესაც პაციენტ ჭირდება გამოკვლევები, დიაგნოსტიკისთვის მეტი ინფორმაცია, სამოქალაქო სექტორში რეფერალის გარეშე ვერ მოხდება სრულყოფილი დიაგნოსტირება და როგორ არ მოხერხდა ამდენი ხანი რეფერალი, აი მართლა კითხვის ნიშანია ჩემთვის. და რა შეიძლება იყოს ქალბატონათია ამ რეფერალის გახანგრძლივების თუ გაჭიანურების მიზეზი? მე როგორც ექიმი რთულია ამაზე პასუხი გავცე. მაგრამ რა თქმა უნდა კითხვის ნიშანია. ხო და შეიძლება რამე სხვა სწრაფად გადმოვიყვანდი. ჩემი პასუხი არის ერთი.
ხო, იმიტომ რომ სანამ გასაჯაროვდა კონკრეტულად ელენე ხოშტარიას შემთხვევა, გასაჯაროვდა იმის გამო, რომ დახურულ კომუნიკაციას არასაჯაროს არ ჰქონდა თვეების განმავლობაში შედეგი. ანუ იძულებითი გასაჯაროება იყო და გასაჯაროების მერეც ეს არ ყოფილა მყისიერი გადაყვანა. რაღაც რამდენიმე დღე შეხვედრა საკმაოდ ისეთი დაძაბულ ტონში განცხადებები მოვისმინეთ სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან, თითქოს მუქარაც იყო რომ გავასაჯაროვებთ კადრებს და ასე შემდეგ. ანუ ვერ გაიგებდი ადამიანი თუ კი ერთ კონკრეტულ ადამიანს, რომელსაც თვითონ არ თვლიან პოლიტპატიმრად, ერთ რიგით პატიმარს, რატო უჭიანურებს სისტემა ექიმთან მისვლას ესე დიდი ხნის განმავლობაში, ხო, რა არის ამისი ამბავი. და ეს ზუსტად ჰუმანიტარული დახმარება, რაც აღნიშნე, რაზეც დგას პენიტენციური ჯანდაცვა, ეს ჰუმანიტარული დახმარება ნიშნავს, რომ ყველაზე მოწყვლადი ჯგუფები, ვინც არიან ქალები, ორსულები, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, ეთნიკური უმრავლესობები, პოლიტიკური ნიშნით დაკავებულები, ესენი ყველანი საჭიროებენ განსაკუთრებულ დახმარებას და ამას ქვია ჰუმანიტარული სადაც მაღალი რისკია, ხო? სადაც არის მაღალი რისკი. და მეტი საჭიროება ინდივიდუალური. მისი დაგვიანება რეფერალის კიდევ უფრო მეტ კითხვას ნიშნავს, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ იქ ვინც არის, იმდენი ტრენინგი ტარდება და იმდენად ხშირია ამ ინფორმაციის მიწოდება ექიმებისთვის, ასევე იქაური საშუალოაღსრულების კონტინგენტისთვის, რომ ვინმე არ იცის იქ ჰუმანიტარული დახმარება და რას ნიშნავს, რომ ქალი პატიმრების ზრუნვა უფრო აღმატებულ ხარისხში მოხდეს, ეს ოდარ რთულია ჩემთვის გასაგებად. რატომ არ მოხდა დროული რეფერალი? და პლუს კიდევ მთავარი რაც არის, ასევე პენიტენციურ ჯანდაცვა ვალდებულია, რომ განახორციელოს ალტერნატიული საშუალებების შეძენა. ანუ ესე იგი პენიტენციურმა ჯანდაცვამ ექიმმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საშუალოაღსრულებას, რომ სჭირდება განსაკუთრებული საჭიროებები. მაგალითად მატრასი, რომელიც სჭირდება და ეს მატრასი უნდა მოხდეს ამისი ჩვეული წესით, რახან ექიმი დაასაბუთებს, რომ სჭირდება განსაკუთრებული საჭიროებისთვის და მისი მდგომარეობის შემსუბუქებას გამოიწვევს. ეს ძირითადად არის საჭიროების მქონე ადამიანებზე ზედამხედველობა. თუ ადამიანს არ უჭირს გადაადგილება და სპეციალური საჭიროებები არ აქვს, ძალიან რთულია ახლა რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყველა მოითხოვს მატრას, მაგრამ ყველა სახელმწიფო ჩვენ ქვეყანას ისეთი GDP არ აქვს, რომ ყველას მატრასი ქონდეს. ამიტომ ესეთი რეალობა მე ვიმედოვნებ, რომ ისე განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, რომ კარგი მატრასებიანი პენიტენციური სისტემა ქონდეს. მაგრამ რახან იქნება დასაბუთება და ესეც ასევე წამების საწინააღმდეგო კომიტეტის ერთ-ერთი ამონარიდია, რეკომენდაციაა, რომ ალტერნატიული საშუალებებით მოხდეს მისი ჯანმრთელობაზე მზრუნველობა და სიმპტომების შემცირება, ანუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ რა გააკეთა სისტემამ. შეიძინა მატრასი, ასევე თქვათ შეიძლება რომელიმე ფიზიოთერაპია სჭირდება, ჩვენ შევიძინეთ იმ პერიოდში სხვადასხვა საშუალებები, რომ ესე იგი შეგვევსუბუქებინა ჯანმრთელობა. ჩვენ ყავდა ძალიან ბევრი საჭიროება შეზღუდული და სპეციალური განყოფილება შევქმნით. ციხის ეგრეთ წოდებულ რეზმანიცაზე ლაზარეთი ქვია, სადაც განსაკუთრებული საჭიროების ადამიანები არიან და სპეციფიური უფრო სხვა მზრუნველობა სჭირდება. ქალთა კოლონიაში, როგორც ვიცი, 3-4 შავდებული ქალბატონია, რომელიც საჭიროებს განსაკუთრებულ საჭიროებების დაკმაყოფილებას და მე ვთვლი, რომ ეს გავანაკლისები ყოველთვის უნდა იქნას და დაშვებული თუ ჩვენ გვინდა ევროპული ციხის შენება და ეს რეკომენდაციები ძალიან დიდი დოზით მივიღეთ ჩემამდეც, მერეც და ეხლაც დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც ხდება შეფასება და წამების საწინააღმდეგო კომიტეტი ყოველ 4 წელიწადში ახორციელებს შემოლას მთელი საქართველოს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არ შეიძლება, რომ ასეთი შემთხვევები არ დაკვალიფიცირდეს როგორც წამების თუ არა ადეკვატური, არა ექვივალენტური მკურნალობა მიეწოდება. ეს მჟღავნდება წამების არაადამიანური მოპყრობის ან ღირსების შემლახველ მოპყრობად.
რომლის საწინააღმდეგო ქმედებები ვალდებულია პენიტენციური სისტემა ყველაფერი ეს გააკეთოს იმისთვის, რომ არ მოვხვდეთ სტრასბურგის სასამართლოს. ან ჩვენ ვიცით რამდენიმე პატიმრის შემთხვევა, როდესაც ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებასა და მნიშვნელოვან პრობლემებზე ლაპარაკობდნენ, ხო? ძირითადად ქალები არიან. ერთი იყო ნინო დათაშვილი, რომელსაც ხერხემლის პრობლემები ჰქონდა, ანასტასია ზინოვკინა, რომელიც ბევრ პრობლემაზე, მათ შორის ხერხემლის პრობლემებზე ლაპარაკობს, ელენე, რომელსაც როგორც ჩანს რთული და კომპლექსური მდგომარეობა აქვს და კვლევებს იტარებს და ჯერ ამის პასუხები არ ვიცით. ძირითადად ქალები არიან, ხო, ვისგანაც გამოდის და ქალები, რომელთა პატიმრობაშიც პოლიტიკური კომპონენტის შემადგენლობაზე შეიძლება საუბარი, ხო? აი, არ ვიცი, ამ სამ შემთხვევაზე რო დავკონკრეტდეთ, აი რაც ახსენეთ, 5 ძირითადი კრიტერიუმიდან გამომდინარე, წამებამდე შეიძლება მივიდეს ეს საქმეები. აი, გარედან რაც ვიცით, ჩვენ სამედიცინო დოკუმენტაცია არ ვიცით. არ ვფლობთ ინფორმაციას ზუსტად რა ხორციელდება. რეალურად თუ ექიმი ხელმისაწვდომი არ არის, სამედიცინო სერვისების ექვივალენტურობა არ არის ისეთი, როგორიც სამოქალაქო სექტორს აქვს, თუ კონფიდენციალობა დაცული არ არის, ამ შემთხვევაში ითვლება და მიეწოდება არაშესაბამისი მკურნალობა, რომელმაც შეიძლება მისი ჯანმრთელობა გააუარესოს და დაზიანდეს, ეს ითვლება წამების ან არაადამიანური მოპყრობის ან ღირსების შემლახველ მოპყრობად. ეს არის ევროპის კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა და თუ როგორ დაკვალიფიცირდება, ეს უკვე ჩემ კომპეტენციას შორდება. ჩვენ როდესაც სტრასბურგის кейსებს, შემთხვევებს განვიხილავდით, ძალიან მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ ყველანაირი საჭიროებები ამ წამების საწინააღმდეგო კომიტეტის რეკომენდაციების დაგვეკმაყოფილებინა, რომ შემცირებულიყო სტრასბურგის სასამართლოს საჩივრები და მივიღეთ ეს შედეგი, აი 2010 წელს იყო 375 საჩივარი, 2011-ში 395, 2012 367 და 2013 წელს 157 საჩივარზე დავიდა საჩივრების რაოდენობა, იმიტომ რომ აი C ჰეპატიტის მკურნალობა ზუსტად ამას ექვემდებარებოდა. ის ადამიანები, რომლებიც საჭიროებდნენ C ჰეპატიტის მკურნალობას და სახელმწიფო ვერ აწვდიდა, ეს ადამიანები სტრასბურგში მიდიოდნენ მინდაძე საქართველოს წინააღმდეგ. ეს გვარი ძალიან კარგად მახსოვს, რომ ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ C ჰეპატიტის მკურნალობა დავიწყეთ და უკვე იმ დროს არც ერთი ქართველი საქართველოს წინააღმდეგ, რომ ჩვენ არ მივაწოდეთ ექვივალენტური მკურნალობა, აღარ იყო ეს საჩივრები და ეს ერთ-ერთი გამარჯვება იყო ჩვენი და მე ვთვლი, რომ რეალურად 4 საჭიროება, შეზღუდული შესაძლებლობა შეიცვალა ტერმინით განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების. ამ საჭიროებების დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს აუცილებლად, რომ არ მოხდეს ასეთი დაკვალიფიცირება, არაადამიანური მოპყრობა და ღირსების შელახვა და წამება. ძალიან რთული სიტყვებია, მე რომ მესმის ეს სიტყვები, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სახელმწიფოში ეს კვალიფიკაცია არ მიეცეს ექიმების ქმედებას. არ არის ალბათ მარტივი, ხო, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ბევრი სხვადასხვა მძიმე თუ მსუბუქი დამნაშავე იყრის თავს, სხვადასხვა საჭიროებებით, ღარიბ ქვეყანაში, როგორც თქვენ თქვით, ჩვენი GDP არ არის ესეთი მაღალი, რომ ყველას ჰქონდეს კარგი მატრასი საწოლზე, არც ციხეში და არც სახლში, უზრუნველყოს, ხო, ეს. რეალურად უნდა ექიმის რეკომენდაცია, ექიმმა თავის დანიშნულებაში უნდა დაწეროს არგუმენტები, რომ რატომ სჭირდება ამ მსჯავრდებულს განსაკუთრებული მატრასი, რომ შეამციროს ტკივილი, აი ყველაზე რისკების შემცირება ხორციელდება. მან არის ალბათ მნიშვნელოვანი ეს ექიმის დამოუკიდებლობა. მას არ უნდა მოერიდოს ამისი დაწერა. შეიძლება ექიმს ჩაწერილი აქვს ეს მის სამედიცინო ისტორიაში. და მე არ მოხდა და საჭიროებს მატრას. მატრასი მე როგორც წარმომიდგენია და სხვათა შორის
ვიკითხე საშუალო სისტემის სპეციალისტს ვკითხე, რომ ესეთი ფორმა უნდა მოხდეს, რომ იქ არის მაღაზია ციხეში, სადაც თქვა ტელევიზორს იძენენ ადამიანები. სახელმწიფო სხვადასხვა პროდუქტები შეძენა ხდება, მატრასის შეტანა მოხდება სისტემაში, რადგან გასაფრთხილებელია, ეხლა ჩვენ მოვინდომოთ და პირდაპირ შევიტანოთ რაღაცა, ეს ბევრ უსაფრთხოების რისკებთან არის დაკავშირებული და მე ამ მატრასის შეძენა შეუძლია ოჯახმა, როგორც თქვა, სხვა თანხას ურიცხავს მის კარტაზე, ასე შეიძლება ჩაირიცხოს ოჯახიდან ამ მატრასის თანხა. მე ასე მაქვს წარმოდგენილი, ასე მოხდება მისი შეძენა. ერთადერთი არის უსაფრთხოების თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მატრასებს აქვს რკინები. შეიძლება ამ რკინებით ჩვენთან ძალიან ბევრი იყო ჩვენი მუშაობის დროს სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანები და სუიციდის პრევენციის პროგრამა განხორციელდა. შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი ეს იყოს, შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს ეს. იმიტომ რომ მე მახსოვს ამ თვითდაზიანებების დროს სიგარეტის თუთუნს რაც არის ფილტრს ისე ამუშავებდნენ, რომ ეს ფილტრი ბლაგუ იარაღად გადააქცევდნენ და ამ ბლაგუ იარაღით ხდება თვითდაზიანება, რომელმაც შეიძლება სიცოცხლის ნაადრევი დასრულება გამოიწვიოს. ამიტომ უსაფრთხოების თემები მთელ მსოფლიოში ყოველთვის მე რა გამოცდილებაც მაქვს და რაც მესმოდა ევროპული ციხეების ქცევები, ამ დროს ყოველთვის უსაფრთხოების სამსახურთან ფასտ მოწმდებოდა შეტანა და რაც შეეხება ერთი რაღაც როგორც ექიმა ზოგადად საჭიროებებიდან გამომდინარე ძალიან რთულია ამ დროს ძალიან ესეთი გაუმჯობესებაზე, როცა რთული დიაგნოზები გვაქვს, საუბარი, რომ რატომ ეს განუკურნებელი, რომ მე ვერ განვიკურნე ესეც ჩემი მხრიდან და ასე ვფიქრობდი მაშინაც და ეხლა ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი დაავადება, რომელიც არ იკურნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ სიტუაცია თუ არ დამძიმდა და გაუარესებაც არ მოხდა, ეს უკვე შედეგია. აქედან გამომდინარე, ეს არის სასურველი შედეგი და რა მივიღეთ. ამიტომ ყოველთვის შეეკითხებიან პენიტენციურ სისტემას, ჯანდაცვას, რა გააკეთეთ იმისათვის, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო არ გაუარესებულიყო. თუმცა არის მდგომარეობები, რომლებიც ნამდვილად ძალიან რთულია შედეგის, ანუ გაუმჯობესების მიღება და ვფიქრობ, რომ ძალიან გასაფრთხილებელი სისტემაა რა პენიტენციურ სისტემაში ის ადამიანები, რომლებიც დიდი წლების განმავლობაში მუშაობენ, ეს არის იმდენად რთული და იმდენად ძლიერი უნდა იყო, რომ ეს შეიცვლო, ყველა რეგულაცია დაიცვა, ყველა წესი დაიცვა და ყველა პაციენტი დაიცვა და აქედან სამოქალაქო სექტორიდან მე სუვიძახი, რომ აი როგორც არის მილიციის დღე, როგორც არის თავდაცვის სამინისტროში ჯარისკაცის დღე, ასევე უნდა იყოს პენიტენციურში იმ ადამიანების დღე, რომლებიც ამ რთულ პირობებში მუშაობენ და რაც თავარია, ყველაფერი მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ სამოქალაქო სექტორში გამოსული შავრდებული იყოს უფრო სოციალიზირებული, უფრო რელევანტური, უფრო მორგებული სამოქალაქო სექტორს, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოს ისევ ჩვენს საზოგადოებას და ყველა დაავადებული, გაბოროტებული და მთელი ევროპული ციხე ამაზეა, ამ ფასეულობაზეა, რომ რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ციხის დატოვების შემდეგ უკეთესი ადამიანი დაბრუნდეს სამოქალაქო სექტორში, რომელმაც კიდევ აღარ უნდა ჩაიდინოს დანაშაული. ქალბატონათი, რატო დატოვეთ 2 წელიწადში ეს სისტემა, ბარემ ესეც ვთქვათ? თუ რაღაცა ცვლილებების ტალღისას მიხვედით თავისუფლებით აღჭურვილი. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ იმ დროს, როდესაც მე იქ მუშაობდი, სოზარ სუბარი იყო საშუალო აღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი მოადგილე ჯანდაცვის დარგში არჩილ თალაკვაძე, რომელთანაც მქონდა ყოველდღიური ურთიერთობები და ეს რეფორმები მე რაც არ უნდა მდომოდა, რომ კარგი შედეგი ვქონოდა ჯანდაცვის მიმართულებით, ნება რო არ ყოფილიყო, არ გახორციელდებოდა, მაგრამ ამავდროულად როგორც მაშინ, ეხლაც იგივენაირად ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ჯანდაცვის სისტემა, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს. როდესაც ამ
ზუბარმა შეიცვალა პოზიცია და შეაცვლევინეს პოზიცია, როდესაც აჩიკო თავლაკვაძემ შეცვალა პოზიცია და შეაცვლევინეს პოზიცია, ჩემი ადგილი იქ აღარ იყო. ის გუნდი, რომელსაც მე მუშაობდი, რომელთანაც ერთად ვაკეთებდი, რეალურად მოხდა, რომ ძალიან სწრაფად მომიწია დატოვება, თუმცა ვთვლი, რომ ის რაც გავაკეთეთ, საფუძველი ჩავყარეთ, რომ უკეთესი პენიტენციური სისტემა შექმნილი იყოს და სახალხო დამცველი სხვადასხვა ევროპისა და ევროსაბჭოს ანგარიშებში სუდადებითი უკავშირი მივიღეთ, რომ სასჯელ ახსრულების სისტემაში პენიტენციური ჯანდაცვა ნამდვილად გაუმჯობესდა. იმის მერე გაგიჩნდათ სურვილი სხვა წლებში ბევრი დრო გავიდა ხო რაღაც 10 წელზე მეტი რაც აღარ ხართ იქ აი შეგეხედათ ნეტა რა შრება ეს ჩვენი დაწყებული რეფორმები ჩვენი დატოვებული საქმე იცით რა არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა იქ არის რომელიც ჩემ დროსაც მუშაობდა და ეხლაც მუშაობენ დარწმუნებული ვარ მათ კეთილსინდისიერებაში მქონია შეხვედრებიც ურთიერთობაც და ისინი თავის დაკისრებულ მოვალეობებს ნამდვილად ასრულებენ. ყველაზე მთავარი რაც მინდა რომ გავიგო იმ სისტემიდან, ყველაზე კარგი იქნება და ჩვენ 2014-17 წლის გეგმაში ესე ჩავწერეთ, როცა ბევრი საერთაშორისო ექსპერტი იყო ჩართული ამ ჩვენ გეგმის შექმნაში და რაც თავარია ამ სისტემას ძალიან ბევრი მხარდაჭერა ჰქონდა ევროსაბჭოს, ევროკავშირის ბევრი პროექტი საერთაშორისო რომ ეს სისტემა გაუმჯობესებული იყო. და რეალურად იქ ჩავწერეთ, რომ პენიტენციური ჯანდაცვა უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში და ამას უნდა წლები, რომ არ იყოს სასჯელ ახსრულების დაქვემდებარებაში. ეს არის ყველაზე კარგი მოდელი. და მინდა მოვისმინო, რომ საქართველოში დადგა ის, რომ როდესაც პენიტენციური ჯანდაცვა გახდა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, რომ ექიმის დაქვემდებარებაში და არა ანუ ეს უფრო დააზღვევდა იმ რისკებს, მათ შორის ექიმების დამოუკიდებლობის შესახებ. პროფესიული დამოუკიდებლობის შესახებ. თუმცა მეორე მხრივ ერთი ეს შედეგები, რომელიც მე მგონი მაშინ ესე ანგარიშების გარეშეც თვალსაჩინო იყო და პოლიტიკური ნება, რომელიც იყო, მაგრამ მეორე აი რასაც ალბათ ვერ მიაღწიეთ, თუნდაც იმას, რომ როცა ის ადამიანები წამოვიდნენ, ვინც თქვენ დამოუკიდებლობის გარანტად აღიქვამდით თუ გაზღვევდნენ, თქვენც მოგიწიათ ხო წამოსვლა. ანუ ეგ სისტემა როგორია, როცა იმ გარემოცვაზე ხარ დამოკიდებული და არა, ანუ ადამიანებზე ხარ მაინც დამოკიდებული და არა ინსტიტუციაზე, ხო? მაგრამ რეალურად აი მე შემიძლია თქვა, რომ ის სტრუქტურა, რომელიც ჩვენ შევქმნით 14 პუნქტიანი გეგმა, ეს იყო 18 თვიანი გეგმა და ამ 18 თვიან გეგმას მოვარგეთ ორგანიზაციული სტრუქტურა. პირველადი ჯანდაცვის ერთ-ერთი სამსახური, ანუ ეს განყოფილება, მიმართულება, მეორე იყო რეფერალების, მესამე იყო ჯანდაცვის რეგულაციების და მეოთხე იყო ჯანდაცვის ეკონომიკის და ყველაზე დიდი სიხარული იყო, როდესაც ეს სტრუქტურა შევქმნით და ჩვენ ჩავედით ესპანეთში და ზუსტად ასეთი სტრუქტურა დაგვხვდა იქ, რომ ჩვენ ესე იგი საუკეთესო გამოცდილება რაც არსებობდა, ზუსტად იგივე სტრუქტურა გვქონდა. ეს სტრუქტურა ისე დარჩა, სტრუქტურა გეგმა, ეს ადამიანები არიან ყველანი კვალიფიცირებულები, ბევრი იქ ვისაც მე ისევ ვიცნობ და არიან ადამიანები, რომლებსაც ნამდვილად არ ვიცნობ და გამოცდილებაც არის დაგროვილი, სტრუქტურა არის თუ სახელმწიფოს ნება იქნა, რომ ამ სტრუქტურამ გამართულად იმუშაოს, ძალიან ბევრი სისტემა შევქმნით. აი, აქ არის ჩამონათვალი, რომ როგორ გავახორციელეთ ტუბერკულოზის ხსანში შემთხვევების შემცირება და იმ აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურის გადაიარაღება, ასევე როგორ გავაკეთეთ იმ 2 წელიწადში ეგრეთ წოდებული რეზბანიცის განახლება თავისი საერთაშორისო სტანდარტებით, თუ ნება იქნება. ანუ ეხლა თუ სისტემაში რამე არ მოქმედებს, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, თქვენი გამოცდილება ამას მიანიშნებს, რომ ეს ნების არარსეობის ბრალია და არა იმის, რომ სისტემაში ხალხი არ არის, ან ვინმე მარიცის რა როგორ გააკეთოს. აი ნამდვილად მასე არის, რომ თავარი ამ სისტემის მართვის ჩემ დროსაც მერეც და ყოველთვის იქნება ნება. იქ არიან კვალიფიციური ადამიანები, რომლებიც ამას შეძლებენ. მე ეს მჯერა. მაგრამ ეს ბევრი კითხვები იმიტომ ჩდება, რატომ დაგვიანდა რეფერალი, არ შეიძლება ამაზე პასუხი არ გაიცეს. რატომ არ მოხდა სხვადასხვა ალტერნატიული საშუალებების გამოყენება, რომ მდგომარეობა არ
გაუარესებულიყო. შეიძლება ყველანაირი დახმარება ჩატარდა, მაგრამ მაინც ეს შედეგი არ დაიდო. მაშინ ეს პასუხები მოვისმინა. რა ჩატარდა? რა ჩატარდა? შეიძლება ზუსტად თან ამ შემთხვევაში თუ აიღებენ ნებართვას მშავდებულიდან, ყველანაირი ინფორმაციის გაჟღერება შეუძლიათ, როდესაც ასეთი სენსიტიური თემაა და ძალიან ბევრი ადამიანი პასუხებს ელოდება, რა მოხდა. და უნებართვოდ გამჟღავნებული ინფორმაციას გვინახავს პრინციპში პატიმრების ჯანმრთელობის. თუმცა ძალიან რთულია, რომ როდესაც გარედან მე როცა მუშაობდი, ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ცხადდებოდა და მე როცა მინდოდა ხოლმე რომ ნებართვა ამიღო ბრალდებული და მშავდებული და რომ მე ვთქვა რომ რა გაკეთე ესენი არ მაძლევდნენ. აი ცოტა ჩიხია ხო? ჩიხია ხო? ეს არის ძალიან ბევრი ეთიკური დილემა არის და აი ამ დროს ამ ეთიკური დილემების დროს არის მთავარი რომ ჩვენ გამოვიდეთ პაციენტის საუკეთესო უნდა გავაკეთოთ საუკეთესო გამოცდილება უნდა დაუგროვოთ, საუკეთესო ინტერესები დავიცვათ. მეორე მხრიდან რო შევხედოთ, ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ პატიმრების საჭიროებებიდან, ხო, როგორ უნდა მოიქცეს სისტემა და მეორეა სისტემას იმის გამო, რომ რთულ ადამიანებთან უწევს ურთიერთობა და მრავალფეროვნად რთულ ადამიანებთან, არც მას აქვს ხო მარტივად საქმე. აი თქვენი მუშაობიდან რა იყო ის, რაც აღმოაჩინეთ აი ამდენწლიანი ექიმის და მენეჯერის გამოცდილების მიუხედავად, ან სრულიად მოულოდნელი, ან თავზარდამცემი, ან გამაოგნებელი, აი რა შთაბეჭდილებები გახსოვთ ამდენი წლის მერე ყველაზე ცოცხლად, რაც აი ამ სისტემას დაგვანახებს. ძალიან ბევრი არასწორი ქცევა, რომელიც შეიძლება ფანტაზიაც არ გვეყოს ადამიანებს, რაც შეიძლება იქ ადამიანებმა მოიმოქმედონ. ძალიან ბევრი შემთხვევები იყო, როდესაც ისეთი ნივთების ამოღება ხდებოდა გასტროფიბროსკოპიით, ისეთი ნივთების გადაყლაპვა, რომ საერთოდ დიდი კოზების გადაყლაპვა, რაღაც აი დამძიმებისკენ როგორ დაენძიმებიათ ჯანმრთელობის მდგომარეობა. მთელი პენტენციური ჯანდაცვა მიმართულია როგორ გავაუმჯობესოთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ჩვენ ამაზე ვართ პასუხისმგებლები და რეალურად ეს ადამიანი იზიანებს თავს, რომ მერე განთავისუფლების მექანიზმი ჩაერთოს. აბსოლუტურად ინტერესთა კონფლიქტია, რომ ექიმს უნდა გადაგარჩინოს და შენ გინდა დამძიმდე, რომ რამენაირად ამ დაწესებულებებიდან განთავისუფლდე და რაც თავარია ეს ევროპული ციხე იმდენად ნორმალურ სერვისს გთავაზობს და ყველა რეგულაციას იცავს, რომ შენი იქ ყოფნა აღარ არის აი ეს არაადამიანური მოპყრობა, ღირსების შელახვა, წამება და თუ ეს არ გაძლიერდა, მაშინ ამდენი განთავისუფლება, ამდენი არასწორი ქცევაც, მე როცა ხვდებოდი ასეთ პატიმრებს, რომ ეს რომ თავი ასე დაიზიანა, ეს გააკეთა, ეს რატო გააკეთე, ეს ყველაფერი რომ ვიკითხებოდი, იმიტომ რომ სამოქალაქო სექტორში გადავსულიყავი და რაღაც გამოკვლევა ჩამეტარები, არ ჩამიტარეს ამის გარეშე. მე როცა ნახეს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რეფერალი გავაკეთეთ, მეტნაკლებად კმაყოფილებას ვიღებდით, მაგრამ ეს არის სისტემა, რომელსაც ძალიან ბევრი წლები სჭირდება და მინდა აღნიშნო ესპანეთში, როდესაც ჩვენი მდგომარეობა აღწერეთ, რა სად ვიყავით, რას ვაკეთებდით, ესეთი ციხის დირექტორმა 30 წლის წინ ასეთ მდგომარეობაში ვიყავით ჩვენცო და ნელ-ნელა თუ ეს კურსი გაგრძელდებაო, თქვენ მიხვალთ იმ შედეგამდეო, რაც ახლა ჩვენ გვაქვსო. თუმცა იქაც ძალიან დიდი ბასეინი ჰქონდათ და ბასეინში წყალი არ იყო და რატომ არ არის თქო აქ წყალიო? იცით რა ძალიან ცუდად იქცევიანო ცურვის დროსო და რამე ერთმანეთსო არ დააზიანონო. ისე რომ ეს სისტემა ესპანეთი რამდენჯერ მიახსენეთ და რა არის ესპანეთის მთავარი მიღწევა, ანუ რატო ითვლება ეს? არა, ჩვენ მე მომიწია იმ პერიოდში ჩვენ ვნახეთ ჰოლანდიაში როგორ ხდება ციხეების მართვა და ფსიქიატრიული, ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევის მქონე ადამიანების მართვა ორჯერ ვნახეთ, როგორ ხდება ასეთი ადამიანების მართვა და ცეგეპატიტის მკურნალობა როგორ მიდის საფრანგეთში ვნახეთ, პარიზში და თვითონ ზიანის შემცირების სხვადასხვა პროგრამები როგორ მუშაობს და ასევე ვნახეთ ესპანეთში იქაური იუსტიციის სამინისტროში შევხვდით საშე პენტენციური ჯანდაცვის ხელმძღვანელს და ასევე საჭიროების მიმართულების ხელმძღვანელს და სხვათა შორის მე მაშინ ვიყავი 54 წლის.
და ის ქალბატონი, რომელიც ჩემი კოლეგა იყო ესპანეთში, ის იყო რაღაც 75 და ძალიან ახალგაზრდა ხართო ამ პოზიციისთვისა და მე ყველაზე არ ვთვლი, რომ ასე ახალგაზრდა ვიყავი, როდესაც ეს პოზიცია იმდენად რთული და გამოცდილება სჭირდება და როდესაც ძალიან ახალგაზრდები ინიშნებიან ასეთ საპასუხისმგებლო პოზიციებზე, ბევრი კითხვის ნიშანი იქაც ისმევა. გამოცდილება მაინც გამოცდილება. და ესპანეთში ვნახეთ, როგორი უნდა იყოს კარგი ევროპული ციხე. და აი ამ გამოცდილებას ვაზიარებთ, რომ აი ჩვენ რაც პრობლემა გვქონდა, მაგალითად, როგორ მოვახდინოთ სწორი მართვა ფსიქიატრიული პაციენტების და ძალიან ბევრს აქვს, რომ იქ იყო ჩვენთან ძალიან სირთულე იყო, მხოლოდ მეტადონის პროგრამა იყო დეტოქსი, ანუ 6 თვის განმავლობაში დოზა უნდა დაკლებულიყო და უნდა გამოჯანმრთელებულები გამოგვეშვა იქედან. ეს ძალიან რთულია. რასაც მთელი ცხოვრება ვერ ახერხებენ. რასაც სამოქალაქო სექტორში ცხოვრობენ, მთელი ცხოვრება მეტადონში არიან და იქ იყო ასეთი მოთხოვნა. როცა ჩვენ მე მშობლებს გავესაუბრეთ, რომ იქნებ ეს ადამიანები იყვნენ ხანგრძლივ მკურნალობაზე და ეს დეტოქსი და 6 თვეში ამ დოზების მოხსნა არ გამხდარიყო, იქ ამის გამოცდილებაც მივიღეთ, როგორ უნდა მოხდეს მერე ამ წამლების თვითონ დაპაკეტირება, როგორ უნდა მოხდეს, ექთანმა უნდა გადასცეს, ამაზე მეტი დოზა არ უნდა მიიღოს და მე მუშაობდით მე ნარკოლოგი სპეციალისტებთან ერთად დავდიოდით აი ციხე რასაც ქვია და ამ დანიშნულებებს რომელსაც რაღაც 15, 20, 25 პოლიფარმაცია იყო ძალიან დიდი დანიშნულება, ბევრი დანიშნულება ჰქონდათ და თხოვდით რომ როგორ წამოსული იყვნენ ამ ფსიქოტროპულების კლებაზე დღეს ერთი აბი დააკელი 2 და ეს ამით მივიღეთ შედეგები და მაშინ ძალიან დიდი რაოდენობის ბრუნვა იყო ამ მედიკამენტ ბევრ წამლებს სვავდნენ რეალურად და ეს ბევრ წამლები ჯობდა რომ მეტადონით გახანგრძლივებული მკურნალობით ჩაგვენაცვლებია თუმცა ვერ მივიღეთ მშობლებს უნდათ გამოჯანმრთელებული შვილები გარეთ და რეალურად ესეც უნდა განხორციელდეს ძალიან ბევრი გამოწვევაა და მაგრამ ეს ეხა ისევ 6 თვიანი დეტოქსია მე როგორც ვიცი ისევ ისე. და მე მგონი მე ხომ მსმენია მაგაზე ჩივილები რომ შემიძლია და იმიტომ რომ ბევრი ზიანის შემცირების პროგრამა არსებობს და ეს ერთადერთი გამოსავალია ამ და ამისი აკრძალვები და ერთ დღეში ისიც სანამ მე ვიმუშავებდი ესეთი დამხვდა ამბავი ასე ვთქვათ რომ ერთ დღეში შეწყვეტეს ყველანაირი წამლის მიცემა. ესეც არა ადამიანური. რა ეს წამებაა იგივე რეალურად ვამბობს რა. რაც არსებობს საუკეთესო გამოცდილება ევროპულ ქვეყნებში უნდა ახალი ველოსიპედის გამოგონება არ არის საჭირო, გავიზიაროთ და აქაურ დანერგვაზე ვიფიქროთ ეს არის ყველაფერი. ხო, მაგრამ თუ კი ქვეყანა ამბობს, რომ მისთვის ევროპული გამოცდილებები არც ისე ფასეულია, როგორც 10 წლის წინ იყო, მაგრამ ოფიციალურად რომ ცევით მიანიშნებს ასე შემდეგ. ოფიციალურად ამბობენ, რომ მაინც ჩვენ გვაქვს კარგი შედეგები სხვადასხვა მიმართულებით და როცა უბრალოდ ევროპა ვერ ხედავს ამას. ხო, აი ცოტა გულუბრყვილო ხო არ არის ევროპულ ციხეზე სწორებად, ხო ამ მოცემულობაში, რაც აი 12 წლის წინ ესე გულუბრყვილოდ არ ჩანდა პირიქით სრულიად და ხო, აი ძალიან რთულია, ჩემთვის ძალიან სენსიტიურია, მართლა ძალიან დიდი შრომა ჩაიდო. ჩემამდეც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ახლა მე ვიტყვი, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლი ამუშავებული დამხვდა რამდენიმე ჩვენ უფრო განვავრცეთ. მაგალითად, ჩვენ დროს ბაზისური მედიკამენტების ნუსხა შევქმნით, რომ ზუსტად ამ მედიკამენტების ხელმისაწვდომობაზე აიღო სახელმწიფომ პასუხისმგებლობა. ასევე ის სამედიცინო სერვისების ნუსხა შევქმნით, რომელიც აუცილებლად გვევალებოდა, რომ მიგვეწოდებია, იმიტომ რომ ერთხანობა მე ცხვირის პლასტიკები მოინდომეს, რომ გაეკეთებიათო მეო ბავშვობაში ეს ტრამვა მაქვს და ამიტომ ჩავთვალეთ, რომ ვინც ზგიდეს გააკეთებდა, ის ზგიდის გაკეთება იყო სავალდებულო სუნთქვის გასამოჯობესება და პლასტიკების დაფინანსებები შევწყვიტეთ სამოქალაქო სექტორს. არის რაზეც სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რაზეც არ იღებს და ეს ამას ბევრი წლები უნდა რომ მდგრადობა და ესე იგი უწყლეტობა მოხდეს პროცესებში. ნელ-ნელა უნდა განვითარდეს ეს სისტემა და თუ ეს განვითარება შეწყდა, ჩავთვალოთ რომ იმდენად არაჯანსაღ გარემოში დაბრუნდება ეს სისტემა, რომ არ მჯერა რომ ეს ვინმეს უნდოდეს, იმიტომ რომ აი თქვენ წეგან მკითხეთ რომ აი რა შეიძლება რამ დაგამახსოვრდათ, ნუ დამამახსოვრდა რომ ტუბერკულოზიანი ნახველს ყიდდნენ და ყიდულობდა ადამიანი რომ ტუბერკულოზით დამარცხდა რომ სასჯელისგან განთავისუფლებულიყო. იქ თუ ეხლა ისე დაიწყება სიტუაცია რომ ადამიანებს რეფერალს არ განახორციელებიებენ, ეს ნიშნავს რომ შეიძლება დავბრუნდეთ რომ ისეთი
არა სახარბიელო მდგომარეობა შეიქმნას, რომ ადამიანებმა თავი ასე დაიზიანონ. ასევე არსებობს რაღაცა ფქვილს შეიყრიდნენ, რომ ფილტვებში თეთრი ფილტვი თეთრი სურათზე გამორჩეულიყო, რომ იქნება განთავისუფლებული იყო. ძალიან მძიმე შემთხვევებია, ისეთი ამბები დამხვდა იქ, რომ ეს ხდებოდა ამ გულაგების ციხეში და რეალურად ნელ-ნელა ეს იწყებოდა, ეს გაუმჯობესება და გამოსწორება და აქედან გამომდინარე ეს იქნება ძალიან ეხანდელი რეფერალის დაგვიანება. მე ვფიქრობ საგანგაშო სიგნალია, რომ თუ ეს ეგრეთ წოდებული გაუვიდათ, მე შეიძლება უფრო ჩაიკეტოს. თუ რეფერალი შემცირდა, ეს ნიშნავს, რომ მე შეიძლება ისე ჩაკეტონ სისტემა, რომ ვეღარც გავიგოთ იქ რა ხდება და ნუ წარმოუდგენელია და არ მინდა რომ ეს მოხდეს. და ქალბატონია, განსხვავება არის ქალებსა და კაცებს შორის, ასაკს შორის, პატიმარ პაციენტების მართვის სირთულეებში? ძალიან დიდი განსხვავება არის და მე შემიძლია ესეთი რომ უფრო ძნელად ადაპტირდებიან ციხესთან ქალები ვიდრე მამაკაცები. ეს არის მთავარი და ამიტომ სჭირდებათ ჰუმანიტარული დახმარება ქალპატიმრებს. ეს არის მეტი საჭიროება. ეგ არის მეტი საჭიროება და ამ ასევე არასრულ წონებიც ითვლება განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ უნდა იყოს როგორც ქალები, იმიტომ რომ ბევრი აქტიობები ქალებში ხორციელდებოდა, რომ მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა უკეთესი სამართავი ყოფილიყო. მამაკაცებში ამდენი აქტიობა არ იყო საჭირო. ნუ ჩვენ არ გვქონდა მაგის მოფუნება, თუმცა მაშინაც დაწყებული იყო და გრძელდებოდა სხვადასხვა კომპიუტერული კურსები, თვითონ სოციალური პროგრამები, ჟოლოს ბაღები, სხვადასხვა აქტიობები, რომელიც მენტალურ ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ ქალები რახან მენტალურად უფრო რთულად ეგუებიან ციხის გარემოს, ამიტომ დროული ჩარევები, რა თქმა უნდა, გადამწყვეტია. და ამ ციხესთან შეუგუებლობის გამოხატული სიმპტომი შეიძლება იყოს აი ესეთი დაავადებები, რაც ვიცით, აი მაგალითად თვალში სინათლის დაკლება, ხო, მხედველობის დაქვეითება, რაც მზიამაღლობელის შემთხვევაში ძალიან რთული არის ზუსტად ამ შემთხვევაში რამ გამოიწვია. თუ ეხლა გვექნება ინფორმაცია, რომ როგორი იყო თვალის მდგომარეობა ციხემდე, თუ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი რამდენიმე ვარაუდია, თუ ვიტყვით, რომ ეს ადამიანი მიდრეკილი იყო თვალის მხედველობის გაუარესებისკენ, შეიძლება ეს ამბავი სამოქალაქო სექტორში დამართნოდა. თუ ამ ადამიანს ჰქონდა აბსოლუტური ჯანმრთელი თვალი და ასე უცბად მოხდა მისი გაუარესება, ესეც საგანგაშო მდგომარეობაა, რომ რამ გამოიწვია. ამას სჭირდება ექიმების კომპეტენტური ოფტალმოლოგების აზრი. რა მოხდა? თავიდან უნდა შეფასდეს მდგომარეობა, ამიტომ არის რომ მაგრამ ციხეს ამ კითხვაზე პასუხი ხო იმის გარეშეც უნდა გქონდეს, ვიკითხავთ თუ არა ჩვენ ამას, ან როცა ციხეში მყოფ ადამიანს, რომელიც ამავდროულად პაციენტიც არის ექიმისთვის, ცალთვალში მხედველობა ეკარგება, ხო უნდა დაინტერესდეს სისტემა ეს რატო ხდება? ეს ყველაფერი სამედიცინო ჩანაწერებში აუცილებლად ექნებათ, რომ რა იყო, როგორ იყო მხედველობა, თუ ეხლა ადამიანი ვერ ხედავს, ეს იმდენად რთული ჩივილია, რომ არ ჩააკითხოს ექიმს და არ ინახოს, რომ აი ვეღარ დავინახე რა, ეს ძალიან რთულია. და აუცილებლად შეაფასებდნენ და ეწერებათ რა მდგომარეობა იყო. თუმცა ძალიან ესეთი რეალობაც არსებობს, ვარაუდი, რომ შეიძლება საერთოდ არ იყოს ციხეში და ისე გაგიუარესდეს ეს მხედველობა. და ამიტომ ამას სჭირდება განსხვავებული აზრი. თუ იქაური, თქვათ, ციხის სპეციალისტი, ოფტალმოლოგი ამბობს, რომ ეს თვალის მხედველობა არის, არ არის თქვათ კომპეტენტური, ან არ უნდა თქვას სიმართლე. ამიტომ არსებობს პაციენტის უფლებას იცავს მეორე განსხვავებული აზრი. ამიტომ უნდა რამდენიმე ექიმმა შეაფასოს მისი თვალის მდგომარეობა და სხვადასხვა დასკვნები დაიდოს და მე შეფასდეს, რომელი არის და ამიტომ არის სამოქალაქო აქტიურობა, რომ ამის ძალიან ბევრი ორგანიზაცია შედიოდა და ხდებოდა ამის შემოწმება. რამდენად კონტროლია, რამდენად ექვივალენტურია, რამდენად დროულად გაკეთა, რამდენად სწორი მკურნალობა მიეცა და აქედან გამომდინარე ამას უნდა კარგი შესწავლა. მე ესეთ კითხვას დავსვავდი, რომ ჩაუტარდა მზიამაღლობეს დროულად სწორი
დიაგნოსტირება და თუ ჩაუტარდა რა გაკეთდა იმისთვის რომ მდგომარეობა არ გაუარესებულიყო. ეს არის ორი კითხვა, რასაც სტრასბურგი იძლევა. თუ გვინდა რომ ადამიანის უფლების დამცველი ქვეყანა გქონდეს თავისი პენიტენციული და თავისი სამოქალაქო სექტორი. და ქალბატონათია, სამოქალაქო სექტორზე რადგან ვლაპარაკობთ, სამოქალაქო კლინიკაზე, ვიცით რომ ვივამედია ხო თბილისში, რომელიც უზრუნველყოფს პატიმრებზე ზრუნვას და ვიცით ვივამედის დირექტორის განცხადება მედიაში გაკეთებული, რომელიც იყო ცინიკური პრინციპში პატიმრების მიმართ, საჯარო განცხადება ტელევიზიის ღია ეთერით, სხვა შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ეთერით, ეს მნიშვნელოვანი გარემოებაა და ვიცით რომ მან თქვა რომ იგივე ელენეს შემთხვევაში მისი მკურნალი ექიმი მართავს პროცესს და ჩვენ არ ვიქნებით ჩართულები, არ ვიცი მე როგორ გაგრძელდა ეს პროცესი, მაგრამ თითქოს რაღაც პასუხისმგებლობა მოიხსნა. ხო, გარდა იმისა, რომ ფაქტობრივად დაცინა ადამიანებს და თქვა რომ თუ ვიღაცას უნდა რევოლუციის მოწყობა და პოლიტიკური ცვლილებები ამ ქვეყანაში, მე არ უნდა ჩიოდეს, რომ წნევა უწევს და კუჭი ეშლებაო დაახლოებით ესეთი იყო, ზუსტ ციტატა არ არის, მაგრამ შინაარსი ეგეთი იყო ამ განცხადების, ხო? რა გარანტია გვაქვს ესეთ გაცხადებულ პოზიციის შემდეგ, რომ პატიმაი რომელსაც სხვა რთული პრობლემით გადავიყვანთ ამ კლინიკაში, თუნდაც გაუხანგრძლივებელი რეფერალის მერე, ის მიიღებს ღირსეულ მოქცევას, ადეკვატურ მკურნალობას და არ გახდება ხო სხვადასხვა არაადამიანური მომკრობის სამიზნე, ხო? ძალიან ესეთი საინტერესო და ესეთი სენსიტიური კითხვა არის და რომელზეც მინდა ასეთი რეალურად როგორც პენიტენციურ ჯანდაცვას, ასევე სამოქალაქო სექტორს ძალიან უჭირს ეთიკურ მორალური კომუნიკაცია ადამიანებთან. მორალურ-ეთიკური. ეხლა რას ნიშნავს, რომ მე რეალურად ბიოეთიკას და სამედიცინო სამართალს ვასწავლი და რამდენიმე წლის წინ, 2 წლის წინ დავასრულე ჰარვარდის ესე იგი სამედიცინო ლექტორების, სამედიცინო მასწავლებლების teach to teachers ასწავლო ეს კურსი 8 თვიანი და ჩემი პროექტი იყო 6-8 თვე დამჭირდა ამ პროექტის შესრულებაში. ეს არის როგორ განვითარდეს ინტეგრირებული ეთიკა სამედიცინო განათლებაში, რომ ყველა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები სწავლობდნენ ამ კურსზე და ეთიკა ყველგან სამედიცინო სფეროში არის აქილევსის ქუსლი, არა მარტო საქართველოში. თან პარადოქსია ეს, ხო წესით ეთიკა უნდა იყოს. ეთიკა, როგორც თუმცა, როდესაც მე სამედიცინოზე ვსწავლობდი, ნაკლები ყურადღება ელიჭებოდა ამ მიმართულებებს და ჩვენ დიდი ცოდნა ამაში არ გვქონდა. უნდა ვაღიაროთ ჩვენი ნაკლოვანებები და ჩვენი ძლიერი მხარეები. თუ გვინდა რომ უკეთესი გავხადოთ ეს სამედიცინო სფერო. და აქედან გამომდინარე დღესდღეობით გარკვეულ ცოდნას ვფლობ ეთიკის, ბიოეთიკის მიმართულებით და რეალურად ძალიან არასწორია, როდესაც რაც ვთქვით, რომ წამების საწინააღმდეგო კომიტეტი რასაც გთხოვს, სამედიცინო ინფორმაციის კონფიდენციალობა. ამის დაცვა ევალება როგორც პენიტენციური ჯანდაცვის ექიმს თუ არ აიღებს ნებართვას, ისევე სამოქალაქო სექტორის და წინასწარი ვარაუდებით, რომ შაბათი კვირა არის და ვიღაცამ უნდა დაისვენოს, ვიღაცამ არ დაისვენოს, ვიღაცამ უნდა უტრირება მოახდინოს, მე ამას ესე უყურებ, რომ სადაც არ უნდა იყო ესეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ეს პროფესიას არც მაშინ პატევს. ან არ გინდა რომ ისწავლო, არ გინდა რომ ადეკვატური პასუხი გასცე. როგორ შეიძლება რომ წინასწარ ექიმს ევალება როგორც კლინიკური უნარების ცოდნა და სერტიფიკატი იმიტომ აქვს, რომ პაციენტს არ დააზიანოს, ასევე ევალება ეთიკის ცოდნა. არ არის საკმარისი მარტო კლინიკური უნარი. შეიძლება ფანტასტიკური კარდიოლოგი იყო, ან ნევროლოგი, მაგრამ თუ არაეთიკურად იქცევი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობამდე შეიძლება მივიდეს საქმე და ვიმედოვნებ, რომ ჩვენი სამოქალაქო სექტორიც ამას უფრო კრიტიკულად შეხედავს, რომ არ გაქვს ამის უფლება.
მაშინ ესე ვიკითხავ, მე მგონია რომ ეს პროფესიული ღირსება არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თუ ბევრი ექიმი იტყვის, რომ ჩემი კლინიკის ხელმძღვანელმა რანაირი განცხადება გააკეთა, ეს კლინიკის დირექტორი დაფიქრდება, ხო? ან ბევრი პაციენტი თუ იტყვის, რომ მე აღარ მივალ აქ, სადაც ჩემზე შეიძლება დამცინავად ილაპარაკონ, როცა მე ისე ცუდად ვარ, რომ გაძლება აღარ შემიძლია ამ ჩემი ტკივილების თუ დიაგნოზების, სხვაგან წავალ ხო, სადაც ღირსეულად მომექცევიან. ჩვენ ბევრჯერ დადგა, მე მგონია ბოლო წლებში ექიმების, არა მარტო ექიმების, მაგრამ ვინაიდან ხა სამედიცინო სფეროზე ვლაპარაკობთ, პროფესიული ღირსების და თავმოყვარეობის საკითხი, ხო? რამდენიმე წლის შუალედში ჩვენ ვნახეთ ჯერ თვალდათხრილი ხალხი და მერე სახედალეწილი სასტიკადნაცემი ასობით მოქალაქე, ხო? არსებობს ეჭვი მოწამვლაზეც, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები იყვნენ ის ხალხი, ვინც პირველად მიიღო ეს ადამიანები, რასაც ჩვენ ფრაგმენტულად კადრებში ვხედავდით და ვიღებდით, მათთან ეს ხალხი მკურნალობდა, ხო? გადახვევა გაუკეთეს, სურათი გადაუყეს, ასე შემდეგ. ბევრი არც უკმაყოფილება გვსმენია, მიუხედავად იმისა, რომ იყო პეტიციები და განცხადებები და ასე შემდეგ, ხო, ანუ მე მგონია, რომ მეტი ის გაგება შეგვეძლო მათგან და მეტი გავლენა იქნებოდა მათ ხმას. მეტი სოლიდარობაზე უფრო პროფესიული პასუხისმგებლობის ვალდებულება. როდესაც ჩვენ ქვეყანაში მოხდება ექიმების თავისი ქცევის გამო შესაბამისი შეფასება და შემოწმება და როდესაც რაც არის ეთიკის 4 პრინციპი, ეს რაც არის ავტონომიურობა, სარგებლიანობა, არ დააზიანო და სამართლიანობა, ეს 4 ძირითადი, ამას არ ღვევ და ამაზე სისტემა არ რეაგირებს. ესე იგი, უფლებას აძლევს შენ თავს, რომ ეს თქვა. და ამიტომ ცივილურ სამყაროში არის ეთიკის კომიტეტები, ყველა ასეთი არასწორი ქმედება ხდება ეთიკურ კომისიაზე ამ საკითხის გატანად, მერე იღებენ შესაბამის რეაგირებებს და თუ ორჯერ სამჯერ ექიმი ამას განახორციელებს, ის უკვე დგება საკითხი, რამდენად შეიძლება რომ ნაკლებად დააზიანოს პაციენტი ამ ადამიანის არასწორმა wording და პროფესია და რაც თავარი ეს არის იატროგენია, შეიძლება შენი არასწორი საუბრით ადამიანს ისეთი ფსიქოლოგიური ზიანი მიაყენო, რომლის მკურნალობა მთელი ცხოვრება დასჭირდეს და ამიტომ როგორც მე მინდა ამერიკის გამოცდილება, USMLE ეს არის გამოცდები, ვისაც ამერიკაში რო ექიმი გახდე, თუ ეს არ ჩააბარე, ისე არ მოხდება ექიმის ლიცენზიის მიღება და ბოლო 30 წელიწადში გაიზარდა ამ გამოცდებზე ქცევითი მეცნიერებების წილი გამოცდებში. ყველაზე რთული არის ეთიკური შემთხვევების ჩაბარება. და შეიძლება ძალიან კარგი კლინიცისტი იყო, შეიძლება ძალიან კარგად ფლობდე იმ ტექნიკებს, რაც ექიმს სჭირდება, მაგრამ არ ფლობდე ქცევით დარგს. და ყველაფერი ექიმის ქცევაზეა დამოკიდებული და იმ პენიტენციური გულისხმიერებაც და ყველაფერი, რაც პაციენტს სჭირდება, ერთი მთლიანი ჯაჭვია. და გვაქვს ეთიკის კომისიები? მეტკლინიკებში, მაგრამ მე როგორც ვფლობ ინფორმაციას, არ სრულდება სწორად ყველა. თორმეტ კიდევ ის კია, არასასურველი ექიმების რეპრესიების იარაღად არის გამოყენებული, ხო? მაგრამ რეალურად მე მაინც ვთვლი, რომ მომავალი თაობა, რომელიც მოდის და იზრდება ჩვენ ქვეყანაში, უფრო მეტად ფლობენ ამ ცოდნას, ამ ინფორმაციას, რომ კონფიდენციალური უნდა იყოს, როცა ჩვენ ბევრ თემაზე მე ძალიან გვიან გავიგე რა შემეძლო და რა არ შემეძლო, როცა დავიწყე პენიტენციაში მუშაობა ადამიანის უფლების დამცველები ძალიან ბევრ რაღაცა ვისწავლე მათგან, იმიტომ რომ ჩვენ ამის გამოცდილება არ გვქონდა. უნდა ვაღიაროთ, სად ვართ, რა გვჭირდება, რა უნდა ვისწავლოთ და როგორ უნდა განვითარდეთ და ვისაც ეს არ უნდა, ის ადამიანები ამ პროფესიაში არ უნდა იყვნენ. და იმას მიუბრუნდები ისევ ექიმების ეთიკა ერთია და მეორეა პროფესიული თავმოყვარეობა ალბათ როცა ხვდები რომ მარტო მკურნალობა აღარ არის საჭირო მეტი რამე უნდა გააკეთო იმაზე მეტი ვიდრე უბრალოდ გადახვევაა ხო აი ეხლაც ეთიკის ნაწილია არის ექიმი პატიმარი ხო 150-მდე პოლიტპატიმრად მიჩნეული ადამიანებიდან ერთ-ერთი და ვერ ვიტყვით რომ არ იყო ექიმების მხრიდან სოლიდარობა მაგრამ იყო ალბათ არ ვიცი 1% ხო ესე იგი ჩვენ იცხოვრონ ნაკლები პასუხისმგებლობებით,
შეეჩვიან, რომ პასუხს არ თხოვენ არასწორ ქცევაზე და მთლიანად სისტემა არის შესაძლებელი, რომ ექიმების ქცევაც აქედან გამომდინარე შეიცვალოს და ეთიკაში როგორც ჩამოთვალე ის 4 პრინციპი რაც არის, ასევე არის პასუხისგებლობა, ასევე არის ანგარიშვალდებულება, ასევე არის ღირსების შეგრძნება, ძალიან ბევრი არის წვრილ-წვრილი პერსონალურობა, რამდენად გაქვს გათავისებული, რომ შენ ემსახურები სამედიცინო სფეროს და პაციენტის უფლება არის, უნდა იყოს ყველაზე უფრო დაცული, თუ ეს ყველაფერი გათვითცნობიერებული არ გაქვს ამის უფლება, რომ არასწორად მოიქცე და ექიმის არასწორად, როცა ექიმს ეკცევიან, შენ თუ ეს ეთიკის ყველა პრინციპს ფლობ, ესეც არის პასუხისგებლობა შენი, რომ შეიძლება ხვალ იგივენაირად შენ მოგექცეს სისტემა და ამის დაფიქრება არ უნდა. და ეს ვინაიდან აკადემიურ სფეროშიც ხართ და მასწავლებელი ხართ, ეს საგანმანათლებლო სისტემის ნაწილია, რომელმაც წარმოშვა მთელი ეს თაობები ექიმების. და მე მინდა ესე ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში მე როცა ჯეო ჰოსპიტალში მუშაობდი, მაშინ ამ ბაზებთან მქონდა წვდომა, დაახლოებით 100 ექიმია, შეიძლება მეტიც ახლა ზუსტად არ ვფლობ ინფორმაციას, რომელიც არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიცენზირებული და 100-ზე მეტი არის ევროპაში. ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩემი თაობიდან დაწყებული და ახალმა თაობამ შეიძლო ყველა ამ სტანდარტით ცხოვრება და ექიმობა. და თუ მოთხოვნა იქნება ჩვენ ქვეყანაში, რომ ექიმს არ ევალება მარტო კლინიკური უნარი, ასევე სწორი ქცევა ევალება, იგივენაირად მოიქცევა ეს საზოგადოება, როგორც ევროპაში და ამერიკაში ქართველებმა შეძლეს. ბოლოს ვკითხავ, რა უფრო რთულია თქვენ როგორც მართვის გამოცდილების მქონე ადამიანის და პრაქტიკოსი ექიმიც, მე მგონია, რომ ჩვენ ჯანდაცვა, არ ვიცი, სულ ფიქრობ ხოლმე ჯანდაცვა უფრო ცუდ დღეში გვაქვს თუ განათლება, თქო. სასამართლოზე ფიქრს რომ ამთავრებ, მაგას ფიქრობ. არ მგონია, რომ მაინც კარგ დღეში იყოს, ხო? ანუ მართვის პრობლემაა იქ თუ აი ცალკეული სპეციალისტების ნაკლებობის. ყველაზე უფრო რეალურად მე ხავ ჯანდაცვის სექტორში ბევრი წლები გავატარე, ახლა ბოლოს განათლების სისტემაში ვარ. განათლების სისტემაში, უმაღლეს სამედიცინო განათლებაში მოგვიწია ძალიან ბევრი საერთაშორისო სტანდარტის დაკმაყოფილება და მე ესე საუბრობ ხოლმე, რომ პენიტენციურში ისეთი სტანდარტები მომთხოვეს, რომელიც სამოქალაქოს არ ქონდა და ისის დაკმაყოფილება მოახერხეთ და მოვინდომეთ და ასევე უმაღლეს განათლებაში საკმაოდ ძალიან აი მაგალითად სამედიცინო განათლებაში არის მსოფლიო სამედიცინო განათლების მსოფლიო ასოციაცია და იმის სტანდარტების დაკმაყოფილება, ევროპის სტანდარტების და ძალიან ბევრი სტანდარტის დაკმაყოფილება გვიწევს. თუმცა ჯერჯერობით ეს არის დიპლომამდელი განათლება, დიპლომის შემდგომი განათლება, რეზიდენტურა. ისევ ძველი გვაქვს. ამიტომ აი უკვე როდესაც ასევე დიპლომის შემდგომი განათლება იქნება ისეთი, როგორიც არის დიპლომამდელი განათლება, უკეთესად მომზადებული სამედიცინო საზოგადოება იქნება. ეს ეტაპებია გასავლელი. ეს შეიქმნა, რამდენიმე წელი მუშაობს. ეხლა უნდა შესრულდეს, რომ დიპლომის შემდგომიც იგივენაირი სტანდარტით იყოს და ის ადამიანები, რომლებმაც ევროპიდან დაბრუნდნენ, აქ მუშაობენ და ამერიკიდან დაბრუნდნენ და აქ მუშაობენ, ამათ როგორც დიპლომამდელი, ისე დიპლომის შემდგომი ასეთი განათლება, ისინი სხვანაირად მუშაობენ. და ჩვენთან ახლა არის, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორი მუშაობენ და როგორი არის ევროპული სტანდარტი, ადამიანები თვლიან, რომ მე ბავშვობიდან ექიმი ვარ და მე რო პროფესორი გავხდი ერთხელ, მე არ მევალება არც სტატიების დაწერა, არც განვითარება, არც ტრენინგი, არც კვლევების ნახვა, არც შედეგების ინტერპრეტაციაზე ფიქრი. რეალურად მოვა დრო, როდესაც ეს განვითარებული სამედიცინო საზოგადოება ჩაანაცვლებს ნაკლებად მცოდნეს და ეს ბაზრის მოთხოვნაა და ნელ-ნელა ანუ განათლების მოსალოდნელი რეფორმა ამას ვერ შეაფერხებს? ცით რა არის, აი როგორ არის განათლებაში, მე ისრაელში გქონდა ჩვენ რამდენჯერმე შეხვედრა იქაურ სისტემასთან და რეალურად განათლება და ჯანდაცვა ექიმებისთვის ერთი კურატორი ყავს ჯანდაცვიდან, რომელიც თლიანად მოყვება დიპლომამდელი განათლებიდან, როგორ ხდება ექიმი ბოლომდე. ერთი არის უფროსი აქ, რომელიც ამოწმებს, როგორი ექიმი უნდა მიიღოს ისრაელში. ჯანდაცვის სისტემა. ჩვენთანაც ასეთი მოდელი უნდა განვითარდეს, რომ
დიპლომის შემდგომი ეკუთვნის ჯანდაცვას, დიპლომამდელი ეკუთვნის განათლებას და ასეთი ცალ-ცალკე სამინისტროები ერთ მთლიან პროდუქტს არ ქმნიან. ამიტომ რაღაცა უნდა გამოიყოს ადამიანს. როგორც პენიტენციური ჯანდაცვა უნდა იყოს ჯანდაცვის ნაწილი, ასევე უნდა იყოს ეს დიპლომამდელი განათლებაც, ასევე ექიმების ჯანდაცვის სამინისტროს ნაწილი. როდესაც ეს სისტემური ცვლილებები მოხდება, უკეთესი კადრების მომზადება მოხდება. სახელმწიფო სამსახურში დაბრუნებას ფიქრობთ? არა. რამე დათქმები არსებობს? არ ვიცი, ნახოთ, არ ვიცი. ძალიან რთულია საუბარი, ვფიქრობ, რომ უკვე 60 წლის მალე გავხდები 3 წელიწადში და უფრო ვფიქრობ, რომ უფრო შემოქმედებით ცხოვრებას მივყოთ ხელი და არა რუტინულს და ნორმატივებსა და სტანდარტებზე მორგებას. სტანდარტებზე მორგება. კეთილი, დიდი მადლობა. ნახოთ, როგორი იქნება 3 წლის მერე თქვენი ცხოვრება და პენიტენციური საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროები. მადლობა. დიდი მადლობა. ვიმედოვნებ, რომ აი ესეთი მიდგომა არის ჯანდაცვის სექტორში, რომ როდესაც რამდენიმე ანაზღაურების სისტემაზე ფიქრობდნენ, როგორ მოხდეს ექიმის დაინტერესება, რომ პაციენტისთვის უკეთესი რეზულტატი შექმნას. აი თქვათ არის დიაბეტის მართვაში და დიაბეტის მართვაში ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ პაციენტის სწორი ქცევა. რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესია, რამდენად არღვევს დიეტას და 1000 თემები და ამ შემთხვევაში ესტონეთმა მოიფიქრა ასეთი ანაზღაურება და ეს ძალიან ბევრი რამის ნიშანია, რომ თუ ერთ-ერთი ანალიზია დიაბეტის შეფასების გლიკოზირებული ჰემოგლობინი არის აქედან აქამდე ფარდობა. თუ ექიმმა შეძლო, რომ ეს გლიკოზირებული ჰემოგლობინი არის ამ ფარდობაში, ეს ნიშნავს, რომ სწორად მართე. ესე იგი, ჩადე ის ძალისხმევა, რომ ეს არის რეზულტატი, ეს არის ფასეულობაზე დაფუძნებული ანაზღაურება. თუ ეს ექიმი ხელფას აიღებს, ეს გლიკოზირებული მაღალი იქნება თუ დაბალი იქნება, მაინც იგივეს იღებს. ის ადამიანი არ ინტერესდება იმაზე, რომ როგორ მიაღწიოს შედეგს და როდესაც ექიმებმა უთხრეს, რომ თუ პაციენტმა ქცევა არ შეიცვალაო და ისევ იგივე გააგრძელო, ჩვენ რატომ უნდა დავზარალდეთო და თქვენი მთელი ძალისხმევაო თუ არ არის საკმარისიო, უფრო მეტი უნდა გააკეთოთო, რომ თქვენი შედეგი იზომება რა შედეგით აჩვენა ანალიზმა. როდესაც ჩვენ ქვეყანაში დაიწყება შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურება, შედეგებიც უკეთესი გვექნება. ეს სწორია, მე მგონი. ნამდვილად სწორია. მადლობა დიდი. დიდი მადლობა თქვენ.